იმდენად ბინძური პოლიტიკური სპექტრი ყავს საქართველოს, რომ ესენი განზედგანან გამოყავთ რაღაცა უცნობი ადამიანები, ხელოვანები, მსახიობები, ვისაც კი რაღაც ოდნავ ავტორიტეტი აქვს. და დღეს ხდება ყველას დაბინძურება. ვინმეს თუ სახელი ქონდა ქვეყანაში, ყველამ ლაფში ამოსვალა. რომ ჩამოვედი სწორედ ჩემი კოლეგების მარშია და ჩვენი მსმენელების ერთობლივად და რაღაცნაირად ძალიან შინაურულად და ბედნიერად გრძნობ თავს, მაგრამ არ მავიწყდება ის მთავარი, რომ ამ მომენტში ჩემი მეგობრები და ჩვენი ახალგაზრდების ხედან საპყრობილეში და არიან რეჟიმის პატიმრები, ღირსების ხალხია და მთავარი არის რომ ისინი ახალ წელს იყვნენ თავიანთ სახლში და ის რომ ჩვენ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება, ეს გარდაუვალია. ყველა ვერ მღერით, მაგრამ ყველა მღერით ჩვენს ეროვნულ ჰიმნს და ეს ერთობა გადაგვარჩენს და გაგვიყვანს იქ სადაც საჭიროა ევროპის გზაზე. ეხლა ჩამოვედი და იქედან ძალიან კარგად ჩანდა განწყობა ყველა იმ ადამიანების საზღვარგარეთ, არა ქართველების, ვინც გვერდში გვიდგას. აღფრთოვანებულია ჩვენი მედგრობით, ჩვენი სიმამაცით და გვერდში გვიდგას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ევროპული ფასეულობები, რომელიც ქართულ ფასეულობებთან აბსოლუტურად გაიგივებული და ახლოს არის და ყველა გვიდგას გვერდში. ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიო მოსახლეობის გვიდგას გვერდში და იციან, რომ ეს ბრძოლა უნდა მივიტანოთ ბოლომდე. დღეს რომ აქ ყველა წარმომადგენელია ხელოვნების ყველა დარგის, აქ არის მუსიკოსები, აქ არიან მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები და მე ვთვლი რომ ხელოვანის აზრი ხანდახან შეიძლება უფრო ხმამაღალი იყოს ვიდრე პოლიტიკოსის აზრი და სიტყვა. იმიტომ რომ საქართველოა მაინც და ჩვენ რაღაც ხელოვანი ქვეყანა ვართ და დღეს მე ძალიან მიხარია ამდენ ნაცნობ სახეს ვხედავ, ამდენ ნიჭიერ ხალხს ვხედავ, რომელმაც თავისი აქ მოსვლით უნდა თქვან თავის სათქმელი, რომ ისინი თავისუფლებისთვის არიან, ევროპისკენ მიმავალი გზით უნდათ რომ იარონ. ეს იმ ადამიანების შეკრებაა დღეს, რომელიც მე ვთვლი რომ თავარი, როგორც აღნიშნეთ, წამყვანი ძალაა დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მნიშვნელოვან ამინს ქმნიან სწორედ ხელოვანები, ამაში დამერწმუნება ყველა, რომ სოფლიოს წამყვან სცენებზე სწორედ ის ქართველები არიან, რომლებიც უკვე უხვად არიან სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საუკეთესო კუთხით წარადგენენ და საუკეთესო ელჩები არიან ჩვენი ქვეყნის. საბოლოო მიზანი ის არის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, რაც ყოველდღე გვესმის, არც ჩვენი დღევანდელი მსვლელობა არ არის განსხვავებული. ყველა ვითხოვთ ერთი და იგივეს, ხო? სანამ ახალი არჩევნები დაინიშნება ის ადამიანები, რომ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მალე. იმ მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ, იმ ცივილიზებული დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი გვინდა რომ ვიყოთ და ვფიქრობ რომ ყველანაირად ვართ, ამიტომ ვიმსახურებთ რომ ვიყოთ და ამ ხარდაჭერას რო ვგრძნობთ, ეს გვაძლიერებს, რა თქმა უნდა. ამიტომ არჩევანი ახლა არის სიბნელესა და სინათლეს შორის. განთავისუფლება ყველა მძევალი პატიმრები არ არიან, რომლებიც დაპატიმრებული დაკავებული ყავთ და ყველას დაждა პლუს ვინც ამ ყველაფერში ვისი ხელიც ურევია. რაც უფრო აი ეს ერთიანობა, როგორიც არის ეხლა და საერთოდ მთელი ეს დრო ეს აკეთებს იმას, რომ ნუ აი ძალიან ბოლო რაღაც აგონია აქვს პრინციპში. ვფიქრობ, რომ ის იდეა და ის განზრახვა, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში და ჩვენ ამისთვის არა მარტო ეს 35 წელი და არა მარტო საუკუნეებია, ხო ამას ამ იდეით ცხოვრობს ქართველი არის და ვარ ჩვენ რაღაც ამ იდენტობის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ამის გარეშე გარდაუვალი ჰაერები საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის. ვიყოთ ერთად, გავერთიანდეთ და გავაპროტესტოთ ის ნუ არ შეიძლება რომ ამ ქვეყანას 35 წელი რასაც ვაკეთებდით ჩვენ რომ ერთმა ადამიანმა თავისი ფინანსური სიხარბის გულისთვის გადაუაროს და ამის საშუალება ჩვენ არ მისცემთ. ჩვენ გვინდა ევროპაში. მათ შორის აი ისეთმა სათაყვანებელმა ადამიანებმა, რომლებსაც რაღაცა უკვე ერთი ფეხი სამარეში აქვს ფაქტობრივად და აი ისინიც გათხვარეს. არა, მსახიობები აჯანყდნენ ძალიან. მსახიობებმა ხმა მოიღეს მართლაც ფაშკაცურად და სწორ გზაზე დადგნენ ძალიან. მაგრამ აი მე არ მესმის დიდი რეჟისორია როგორც რატო აკეთებს ამას, მე არ მესმის. მე მოვმის პოზიციას. არასორი. ხელოვანი არ უნდა ჩაერიოს, აბა უნდა ჩაერიოს. ამისეთ უსამართლობაში. ხელოვანის ფუნქციაა რომ უსამართლობას ებრძოლოს.
თუ სცენაზე ბრძვი ცხოვრებაში წებს უნდა იბრძოლო. რა განსხვავება? იმ მოქალაქეობრივი ვალი ხო უნდა გაისურვოს პიროვნება ხარ პიროვნებისა და მე მსახიობი. კი. ეგენი არაპირებენ ევროკავშირის შესვლას. მაგას არავინ არ მოტყუდება მაგას. ეს არის ვინც მაგაში მოტყუდება სოთაშოვის ძალიან ბევრი ლანცოა მოგვიდა ჩემს მიმართ. ძალიან ბევრი. ამ სტატუსის მერე რაც დაწერეთ. ამ სტატუსის მერე. და ამან მე გამახარა იცით. სიამოვნება მომგვარა ძალიან დიდი. ქებაზე უფრო მეტად გამიხარდა რომ ლანცავს ვინ? ამის თქმა მინდოდა ტროლები სავარაუდოდ. რა თქმა უნდა. ლანცღავი რუსოფილები. სამშობლოს მოღალატეები. ისინი მილანცღავენ. ეს შეფის პატივია. ვეტერებას განვისთ მაგათ ლანცოს გოგონებას. ამგერად მხარდამჭერებსაც ნახავდით ძალიან გამამხნეველი გავიჩინე. ბევრი მტერი გავიჩინე მაგათი სახით. და ამით ვამაყობ მე. ადამიანს თუ მტერი არ აღავს ეს არაკაცას მომაჩნია. კაცი უმტეროთო ხო გაიგეთ ვაჟამ რო თქვა. არ იმაჩნია ადამიანს. აი ეს მე ვფიქრობ რომ რასაც მე გამლანცღავენ უფრო მეტად გამეხარდება. მსახიობები, რომლებიც ჯერ კიდე საბჭოთა ეპოქიდან მოდიან, თამაშობდნენ ძალიან დიდ როლებს და გამოიყვანეს ეს ხალხი ამ სცენაზე და სურიან ამ ლაფში. იმისათვის, რომ ნაცმოძრაობამ მოახერხოს თავისი მიზნების განხორციელება ხელისუფლებაში მოსვლა. ეხლა ხშირად გაიგონებთ რაღაც გარკვეული ძალებისგან, რომ იცით რა არის? არჩევნები თუ ჩატარდება, ნუ გეგონებათ, რომ ნაცები მოვლენ ხელისუფლებაში. არავითარ შემთხვევაში სხვა ძალები იქნება ეს კოალიციური მთავრობა. რა კოალიციური მთავრობა, რის კოალიციური მთავრობა? ეხლა შეიძლება 5-6% მოვიდეს ვიღაც გარკვეული ძალები, დადარჩენი ყველა თითქმის დაკომპლექტებული იქნება ნაცმოძრაობისგან და სატელიტებისგან, იმიტომ რომ ისინი მართავენ ამ პროცესებს, ისინი არიან კულისებში. და ამას აკეთებენ ამ განცხადებებს იმ ხალხისთვის, ვინც რაღაცა მიამიტურად არის განწყობილი იმისკენ, რომ იცით რა არის, აი უნდა რომ დაიჯეროს, რომ იცით ხელისუფლება ცუდია, ნაცები ცუდია, მაგრამ აი ხო ხედავთ აგერ სხვა ძალები მოვლენ. მაგიტო ჯობია, მოდი დაუჭიროთ ამ პროცესს. თავის თავს აჯერებენ, გესმით, რომ უნდათ რომ აი რაღაცნაირად იმ წყვილში იცხოვრონ, რომ თითქოს მართლაც რამე რო შეიცვალოს აქ და არჩევნები დაინიშნოს. არც ნაცები იქნება, არც ოცნება იქნება და რაღაც სხვა და ვინ სხვა ძალა? აი, გეკითხებით ვირფასო ტელემაყურებლებო, პოლიტიკურ ველს ხედავთ. აი, მანახეთ ვინ სხვა ძალა უნდა აქვს, ვინ სხვა ძალას აქვს პოლიტიკურად, ეხლა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეხლა ვიღაცები გამოვლენ კერძებ, ჯიხს იკრავენ, რაღაცა პატრიოტული რაღაცეებით გამოდიან ნარატივებით. ბიჭო, მაინტერესებს, აი ხა გეკითხებით. თუ მართლაც ეს ხალხი რამის გამკეთებლები არიან და რაღაცა ძალა დგას მათ უკან. აგერ არის ბურთი, აგერ არის მოედანი. გამოიყვანეთ ეს ხალხი და დაგვანახეთ თქვენ, რომ მართლაც რაღაც ძალას წარმოადგენს. 5000 კაცის შეკრებაც არ შეუძლია ნაცმოძრაობის გარდა სხვა ძალას. დამანახეთ მაშინ ვინ შეკრება, აბა ეხლა ამ ბოლო პროცესების მიღება, ვინმე დაჩაგრეს და 5000 კაცი გამოიყვანა? ეხლა თუ არ ჩავთვლით იმ ეროვნულ რაღაცა სარწმუნოებრივ თემებს, სადაც იქ ეკლესიაც არის ჩართული, ეგ სხვა არის. მაგრამ არჩევნებთან დაკავშირებით ვინმე დაიჩაგრა და 5-6000 კაცი გამოიყვანა ქუჩაში. ამიტომ ვამბობ, რომ სხვა ვერავინ ვერ გამოაცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში მოსვლაზე. ეს კარგი კი არ არის, მე ამას კი არ მივესალმები, მეგობრებო. რომ მარტო ორი ძალა არის, მაგრამ რეალობა ესეთი, რეალობა. დღეს სამწუხაროდ ეს რეალობა გვაქვს ჩვენ. და ამიტომაც არის, რომ ეხლა ეს ნაცმოძრაობა ცდილობს, რომ კულისებში გადავიდეს და გამოიყვანოს მსახიობი, მომღერალი, ახალგაზრდა, მუსიკოსი და მერე საზოგადოებაში შექმნას იმისი განცდა, რომ თითქოს არა კაცო ისინი არ მოვლენ
არავითარ შემთხვევაში აი ესენი იქნებიან. დოიაშვილი იქნება პრემიერ-მინისტრი? ჭოლა იქნება პრეზიდენტი? თუ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე ნანკა კალატოზიშვილი გვეყოლება?